გამარჯობათ, მე გახლავართ ირაკლი ზაქარიაძე, დაბადებული 1979 წლის 4 აგვისტოს, დღეს არის 2025 წლის 14 ნოემბერი, მე გახლავართ პარიზში, ჩემს საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც ვქირავობ და გადავწყვიტე ჩემი ტელეფონით ჩავწერო ინტერვიუ და დავდო YouTube-ზე. ეს ცოტა ადრე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ბოდის გიხდით ქართველებო, ბოდის გიხდით კიდევ ერთხელ, რომ აქამდე მოვიტანე ეს ამბავი. მაგრამ მე გაჩერებული არ ვიყავი, რომ იცოდეთ და ამ ყველაფრის უკან დგას ჩემს მიერ დაწერილი განცხადებები. მიმართული მაქვს პროკურატურისთვის, მიმართული მაქვს სახალხო დამცველისთვის, მიმართული მაქვს პარლამენტისთვის და მიმართული მაქვს საელჩოებისთვის ჩვენს ქვეყანაში უცხოელი დიპლომატებზე. ესე იგი, საქმე რას შეეხება ჩემო ტკბილო, ჩემო გემრიელო, ჩემო საყვარელო და ჩემო ქართველებო, ვისაც გესმით ჩემი. ვიცა ვილაპარაკო ყველაფერი სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ამინ. 2019 წელიწადი იყო, პანდემია ახალი დაწყებული იყო. მოვიდა ჩემთან, ჩემი, ახლობელი არ დაუძახებ, კოლეგა, რომელთანაც სხვა კოლეგებთან როგორ თქვა, იცით, სხვა მიმართებაში, სხვა კოლეგებთან მიმართებაში განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ციცინო მაჭარაშვილთან და ნესტან მარჯანიშვილთან. ხო და, განსაკუთრებული ურთიერთობა, კარგი გამარჯობა. მეგობრობა თუ არ იყო, რაღაცა ახლობლობის და რაღაცა ნაპერწკალი იყო. რაღაცა მოწონებაც შეიძლება, ქიმიაც შეიძლება დავარქვათ იმ ჩვენ ურთიერთობას. საქმე ამაშია, ესენი დაქალები არიან. ხო და, ხო, რა ვიცი, მე ორივე მომწონდა და ორივეს თვალებს უჟჟუნებდი. კაი, მომადგა ის რა ქვია, ციცინო მაჭარაშვილი. ციცინო მაჭარაშვილი დღესდღეობით არის ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ლევან ყოლბაიას მოსამართლის ხდომის მდივანი. არის ასევე ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დავით გელაშვილის დიშვილი და მუშაობს სასამართლოში 2015-14 აღარ მახსოვს ზუსტად რომელი წლიდან, მაგრამ საქმე ამაშია, რომ მოდით და მეუბნება შენმა მეზობელმა რუსლანი კაკაბაძემ. რუსლანი კაკაბაძე არის ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვისთვის გამოაგდეს უშიშროებიდან და დღეს არალეგალურად კიდევ აგზელებს ნარკოტიკების გაყიდვას და ამასთან ერთად არის კიდევ სუტენიორი. ქალებით მოვაჭრე, რესტორნების ქსელი აქვს, ბოლო ადამიანი. მეუბნება, რომ ეს ყოფილი ჩემი მეზობელი იყო ანგისაში იქა. ერთი ის კვეთდა, ღობე კვეთდა ჩვენს იმას რა ქვია. სახლებს გამომპატიურაო, სისხლის სამართლის საქმეო პროკურატურაში აღძრულიაო, ანაბეჭდები აღებულიაო, რო შემეხო ჩემზე ნაძალადები და პლუს ამასო გადამდო აივ ინფექციაო, ფეხმძიმედ ვარო, ექიმმა მითხრა, რომ ბავშვო ვერ მოვიშორებო, ვინაიდან შემდგომში ბავშვი არ გვეყოლება და დასრულდებაო ფატალურათო შემთხვევაო და ისა რა ქვია, ჩემი და რა გინდა მეთქი უთხარით ისე და მეო დანიშნული ვარო ვიტალიო ხალვაშიძეო, ვიტალიო ხალვაშისო ეს ამბავეო მეო არ მithქმიაო და ამერიკაში დედა მყავსო და წამიყვანეო ცოლათო მეუნება ნარკობარონიდან ორსული სპიდიანი ამფეტამინში კი ციცინო მაჭარაშვილი, რომელიც დღეს მორფინისტია. ხო და ნარკოტიკების მძიმე მომხმარებელია ერთი სიტყვით. გარდა იმისა, რომ სპიდი ჭირს და ფსიქოტროპულებს და მეტადონს რომ იმაშოვა რა ქვია, იღებს ექიმის დანიშნულებით. მე რა უნდა მეთქვა, მე არაფერი მივედი და გავმწარდი. ღმერთს ფიცა ვარ, თუ ვინმე მყავდა ახლობელი შინაური, ყველას მეუნეოდი, რომ იარაღის ყიდვა მინდა მეთქი, ჯერ ფული არ მქონდა, საიდან უნდა მეყიდა ის იარაღი, მაგრამ რუსლანი კაკაბაძეს მოყოლა მინდოდა. დიახ, იმ მომენტში რომ მე იარაღი მქონოდა, ღმერთმა გადამარჩინა, რომ ვერ ვიშოვე ეს იარაღი და დანით ვერ შეუსრულე. მარტო არასდროს არ დამინახია, სულ გარშემოწყმულია, მისი აფიციანტები ყავს და რა ვიცი რა ხალხი, მისნაირი ხალხი ყავს გვერდით. შეუძლებელია იარაღის გარეშე დაგდება, იმიტომ რომ მეუნევა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიაო, პროკურატურაშიო, ანაბეჭდებიო დამთხოვულიაო, სპიდი გადამდო, მისგან ორსულად ვარო, მისი ბავშვი მუცელში ყავს და ამაზე ისა რა ქვია, რეაგირებას პროკურატურა არ ახდენს და არ იჭერს მოძალადეს. საქმე რაშია, იცი? ამ გოგოს ციცინო მაჭარაშვილს ბიძია ყავს ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით გელაშვილი და ბიცოლა ყავს თამარ ბეჟანიშვილი, რომელსაც მიყავს პარადი საქართველოს სისტემაში. მოხდა გარიგება. გაყიდეს ციცინო მაჭარაშვილი. თავისმა ბიცოლამ, თამარ ბეჟანიშვილმა და თავისმა ბიძიამ, დავით გელაშვილმა.
გააყოლეს ვიტალი ხალვაშის დაბადა დღეს ბავშვი არის რუსლანი კაკაბაძის შვილია ხალვაშებო იცით თქვენ ვის შვილს რდით ამ ხელა გვარი რო ხარ და თავი რომ მოგწონთ მე შეუთვალე ეს ვიტალის რო გამოვედი ციხიდან რომ ეს არ არის შენი შვილი მეთქი აიღო წავიდა გაუკეთ ADN-ის ანალიზი და დაამტკიცა რომ ნამდვილად არ არის მისი შვილი რეაგირება არ მოახდინა დღესაც ტკბილად ცხოვრობს ვაი შენ პატრონს ვიტალი ხალვაში უბედურს შენ საცოდაო დღეზე გაჩენილო აზზე არ ახარ რა მოგელის გაყვა ვიტალი ხალვაშის და მიჭერენ მე შეუმივარდა სახში პოლიცია რომ თითქოს ნესტან მარჯანიშვილზე სასამართლოში რომელიც მუშაობს ნესტან მარჯანიშვილი არის ჯუმბერ ბეჟაინძეს თანაშემწე მე მას თითქოს და ვემუქრებოდი სახში მივადექი და ნუ რა ვიცი რაღაც ასეთი დანაშაული შესგზეს და ამოდიან ციხეზე და ის ადვოკატი დავით კეკელიძე მეუბნება რომ შენთან არანაირი პრეტენზია არავის არ აქვს ერთადერთი ითხოვენო გაჩერდიო და საპროცესო გარიგებითო გამოგიშვებენ. აღიარეო დანაშაული არც არაფერი არაო. აბა კარგად იყავი, აცი-პოცი. წავიდა. ჩავდივარ სასამართლოზე. მტკიცებულება არ აქვს პროკურატურას წარმოადგენელი. წინა სასამართლოს ხდომამდე 5 დღით ადრე რო უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება არა და მეუბნები შემდგომობას ვაყენებ მოსამართლე თამარ იმასთან ვიოლეტა ფორჩხიძესთან და მეუბნები ქალბატონო ვიოლეტა ფორჩხიძე მოსამართლესა პროკურატურას არა აქვს მტკიცებულება ჩემთვის გაცვლილი მეთქი და მე ვარ ქმედუნარიანი ჩემთვის უნდა გაეცვალა მეთქი ადვოკატს რომ მიცა ეს საკმარისი არ არის ადვოკატი ჩემთვის უნდა მოეტანა და გთხოვთ გამანთავისუფლეთ მეთქი და სიხის სამართლის საქმე შეწყვიტეთო ესო არსებით საქმეზო და განიხილოსო და ჩამინიშას არსებითი სხდომა მოვიდა თამარ ბეჟანიშვილი ნუ რა თქმა უნდა შემდგომლობა არ დამიგმაყოფილა პროკურატურას რაღაცა შეთითქმული რაღაცა ჰქონდა მოტანილი რომელიც უკვე ძალაში არ იყო აბსოლუტურად არაფერში და დავდექი და თამარ ბეჟანიშვილს ყველაფერი მოუყევი მე ვთხარი ვის გულიზა მიჭერთ მეთქი მე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს რომელიც 20 წელიწადია ადვოკატი ვარ ვისი გულისთვის მიჭერთ მეთქი გაგიჟებული გამწარებული ნესტანი მარჯანიშვილით რომელიც არის სპიდით დაავადებული და რომელიც არის 70 წლის კაცის პედოფილის მამათ მავალის და სპიდიანის საყვარელი პლუს ამას ნასამართლევი და ის კაცი მოსამართლეა დღეს ჯუმბერ ბეჟაინძე ამაზე ყველა დუმს არავინ არაფერს არ ამბობს თამარ ბეჟანიშვილს მე ყოველივე მოუყავი ნესტანის შესახებ გაგიჟდა ქალიშვილი გოგოს როგორ ცილს წამეფო გამიშვა საგიჟეში 2 წლით გიჟიაო ჩემზე ჩათვალა ნუ რა თქმა უნდა გიშვინ დაუჯერებსო კი ბატონო კარგი ვიყო მე გიჟი ნუ ვიყო მე საგიჟეში გამომწყრეული მაგრამ ფაქტს ხო ვერსად ვერ წაულენ ციცინო მაჭარაშვილი რო გაუპატიურებულია და პროკურატურაში რო საქმე დევს წლებია და რეაგირებას არ აკეთებს არც აჭარის პროკურორი და არც გენერალური პროკურორი და არც პარლამენტი, არც სახალხო დამცველი და არც ერთი უწყება და რუსლანი კაკაბაძეზე საერთოდ კითხვებით რო ერთი კითხვა რო არ დასმულა მაგ საკითხზე და მე რო უკანონოდ მიჭერენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს 20 წლის სტაჟით და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რო ხმას არ იღებს, ნუ ვის შეიძლება მოუკითხო ამის შემდეგ სამართალი ციცინო მაჭარაშვილი ისეთი მეგობარი და ისეთი ახლობელი და ისეთი ურთიერთობა მქონდა ჩემთვის, როდესაც დაკაიფდებოდა. ნუ ერთად კაიფობდით, ხო, მე სისტემაში ვიყავი და კაიფობდი. მეტადონის პროგრამაზეც ვიყავი და სუბუტექს პროგრამაზეც ვიყავი. ციცინოს ფული ქონდა, მაძლევდა მე ფულს, გაიგე? კიდევაც მჩუქინდა და ერთად კაიფობდით, მაგრამ სექსი, მექსი ასეთი კოცნაც არ ყოფილა ჩვენ შორის. ის ყველაფერს მეუნეოდა. ის გიჟია, პახოდ. ისეთი რაღაცეები აქვს ჩემზე ნათქვამი. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი არის ბიცოლამისი. დავით გელაშვილი არის დედის მისი ძმა და მეუნევა რომ შვილებიო დავით გელაშვილი და თამარ ბეჟანიშვილი საერთო შვილებიო არც ერთი არაო მისი შვილიო და რო იცოდეო პირველიო მარიო გელაშვილი არის ლევან მოროსიძეს და თამარ ბეჟანიშვილის საერთო შვილიო რომელსაც აქვს გვარი მარი გელაშვილი სინამდვილეში მოროსიძეს შვილია გესმით რა ხდება სასამართლოში ასევე მითხარო თამარ ბეჟაინძე და დავით გელაშვილი არიან მორფინისტები. წამალზე დამოკიდებული და არიან სპიდიანები წლობით.
და თამარ ბეჟანიშვილი და ლევან მორუსიძე რო ისა რა ქვია წლების საყვარლები არიან, მაგი დაფარული არაფერი არა უბრალოდ ახლა მარი გელაშვილი თუ მარი მორუსიძე იქნებოდა მე საიდან უნდა მწოდნოდა ეს თუ არაც ისი ამაჭარაშვილს არ ეთქვა. გავაგრძელე რა თქმა უნდა ყველა დაწესებულებაში ყველაზე დიდად მინდოდა რომ დასჯილიყო დაისაჯოს რუსლანი გაგაბაძე და დაისაჯოს სასამართლო სისტემა სადაც ჩემნაირებს და მთლიან საქართველოს უკანონოდ უშვებენ ციხეში ვინ აქვს საერთოდ თამარ ბეჟანიშვილს ლევან ყოლბაიას ლევან მურუსიძეს და დავით გელაშვილს ჩაქუჩის ხელში დაჭერის უფლება აქვთ იმის უფლება რომ მანტია ჩაიცვან და თქვან მოსამართლე ვარო როდესაც აკრძალულია მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელი არ შეიძლება იურიდიულ საქმიანობას ეწეოდეს გარკვეული დროითაა იქ 5 წელია როდესაც ხარ მომხმარებელი და აღარ მიიღებ 5 წლის მერე შეგიძლია იურისტობა და როდესაც ხარ აი ინფექცია გაქვს და ყოველდღე მეტადონს უკვე აღარც მართვის მანქანაზე დაждომის უფლება არ აქვს. ჩემო მეგობრებო, დუმს ამაზე. ყველა დუმს და რა მოხდა 2024 წელს ვიღავი სახში. შემომივარ და სახში დამირეკა პოლიციამ და მეუბნება დაბარებული ხარ და მივდივარ პოლიციაში და მაძლევს რას? აი მაძლევს სკრინს შეხედეთ რა აწერია მონა მეორე არის ლოვე და მესამე არის ჩუმად ეს არის გაშვებული არც ვიცი ზუსტად ნუ რიცხვი არ აწერია 28 იანვარი 2022 საათი და 10 წუთი როცა პოლიციაში დაემბარეს და ეს გაქვსო შენო ნესტანი მარჯანიშვილზეო მიწერილიო და სკრინი მოიტანაო და მე ვუთხარი მე მაგუგოზე საჩივარი მაქვს დაწერილი პარლამენტში საჩივარი მაქვს დაწერილი პროკურატურაში მაგუგო სპიდი აქვს მეთქი და მისი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე საყვარელია რომელსაც აქვს სპიდი მეთქი და ეს მოიგონეს ჩემ გასაჩუმებლად მეთქი შენო შემაკავებელი ორდერი გაქვსო და ისო რა ქვია არ მიუახლოვდე თავის სამსახურს არ მიუახლოვდე მე მოქმედი მოსამართლე ვარ და იმაში სასამართლოში საქმე მაქვს რა თქმა უნდა გავაგზელე ჩემი მუშაობა და მოვითხოვე რომ გადამოწმდეს ამოიღეთ ნესტან მარჯანიშვილის მობილური ტელეფონი აგერ არის ჩემი ტელეფონი და გადაამოწმეთ რა დროს მაქვს როდის მაქვს გაშვებული მეთქი და ჩაატარეთ ექსპერტიზის დასკვნა მეთქი არ შეიძლება ამ ფარფატინა ფურცელი ადვოკატი იმაში პასუხისგებაში მიეცა და რამე ბრალი წაუყენოთ მეთქი 5 დღე იყო გასული და რაღაცა 5 დღეში სასამართლოში მიჭერე. სასამართლოში კი არ სახში მომივარდნენ და მიჭერენ რომ რატომ მიდიო სასამართლოშიო იქო თურმე მეორე სართულზე სპიდიანი გარყვნილი ნესტა მარჯანიშვილი და ჯუმბერ ბეჟანიძე სექსით არიან დაკავებულებიო. ნუ ეს პოლიციას არ უთქმია მაგრამ დამიჭირეს. მე არ გავჩერებული ვარ. მე რა თქვენ რა გონიათ რა გავჩერდი ყოველდღე პარლამენტში ვწერდი, ყოველდღე ტელეფონით ვეკავდი და ყოველდღე გამომძიებელი მიყავდა და ამ ყველაფერს ვეუნეოდი, მეთქი მომხედეთ, მეთქი ტყუილა ვარ, დაჭერილი ეს ხალხი დასაჭერია მეთქი. და ისა რა ქვია, გაჩერდიო მეუნევიან, მეთქარი არ გავჩერდები მეთქი. წერილებსო არ გაგიგზავნითო. რატო არ გამიგზავნით მეთქი? ეს წერილებო რომ გაგიგზავნო რეჟიმის უფროსი მეუნევა, ქუთაისის ციხეს. არ ვიცი, დამავიწყა ლაშა მე მგონი. ზდაროვი. მეო სამსახურიდანო გადამაყენებენ და მივაგინე მე ვთხარი არაკაცი ყოფილ ხარ მეთქი თუ მაგის გეშინია მეთქი შენ ვთხარი წამოყვანა კარცერში 10 დღე კარცერში ვიყავე ამოვედი კარცერიდან ნუ რამოდენიმე კორესპონდენცია გაიგზავნა და როდესაც გამოვედი სახალხო დამცველთან დასარეკად მორიგემ შემახტა ტელეფონზე დირექტორიდანო აკრძალული გაკო დარეკვაო გესმით სახალხო დამცველთან პროტესტის ნიშნად შევიგინე დირექტორის მიმართულებით და წავედი კამერაში. ზუსტად 5 წუთში ამოვიდენ და 10 დღე კალცერში ჩამაყუდეს. მოდის ჩემთან დირექტორი გოჩა კანდელაკი და მეუბნება რატომ აგინეფო ირაკლიო. მეუბნება ბატონო გოჩა, მე ახლა კალცერში ვარ მეთქი თქვენ გარედან მელაპარაკებით ფანჯრიდან და რატო არ იგზავნება ჩემი კორესპონდენციაო. შენი ყველა კორესპონდენცია გაგზავნილიაო. მეუბნება ბატონო გოჩა, მე მოვითხოვე გაგზავნის ასლები მეთქი და არ მომიტანეს, ესე იგი გაგზავნილი არა აქვთ მეთქი. მაგიო მე ვარო მაგის პასუხისგებელიო შენი ყველა წერილი გაგზავნილიაო და შენო მოგივაო კორესპონდენცია და ბატონო გოჩა მე რომ მომივა გაგზავნის დადასტურებული მეთქი ბოდის მოგიხდით მეთქი შეცდომაში რომ შემიყვანეთ მეთქი თქვენ მოგივიდათ გაგზავნის წერილები ისევე არ მომივიდა მე გამოვედი საქართველოდან
წამოვედი საქართველოდან, იძულებული შევიქმნი, ჩემო მეგობრებო, რომ წამოსულიყავი. არ მაცალეს, მომიჭირეს, მეუნეოდნენ ეს ყველაფერი. დაივიწყე, ამაში ხან ადვოკატობას მთავაზობდნენ, ხან თანხას მთავაზობდნენ, ხან რას მთავაზობდნენ და ხან რას მთავაზობდნენ. მე არ ვაპირებ გაჩერებას, მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, მივმართავ სახალხო დამცველს, მივმართავ საპატრიარქოს და მივმართავ თუ ვინმე საქართველოში არის და ადამიანის უფლებებს იცავს. გთხოვთ, ყოველივე ჩემი ნათქვამი გადაამოწმოთ და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ჩატარდეს საპარლამენტო გამოძიება. მე პარლამენტს დღეს არის პარასკევი. 2 შაბათამდე ვაძლევ დროს. 2 შაბათამდე საპარლამენტო კომისია შეიქმნება და დაიწყება იმ ფაქტების გამოძიება, ჩემი დისკრიმინაციის ფაქტების გამოძიება, დაიწყება იმის გამოძიება სასამართლოში ავადმყოფები მუშაობენ თუ ჯანმრთელები მუშაობენ, არც არაფერი. სპიდის ანალიზი გაკეთება ზუსტად უნდა 2 წამი და დნმ-ის ანალიზი ცისია მაჭარაშვილის და რუსლან ნიკაკაბაძის რო საერთო შვილი ყავენ, მაგი დნმ-ის ანალიზი გაკეთებულია. აი თამარ ბეჟანიშვილს გაუკეთეთ, მარი გელაშვილს გაუკეთოთ დნმ-ის ანალიზი და დავადასტუროთ ნამდვილად არის თუ არა ლევან მურუსიძეს შვილი. ასევე დავადასტუროთ ნამდვილად აქვს თუ არა სპიდი ლევან მურუსიძეს, გია ყოლბაიას, ციცინო მაჭარაშვილს, ნესტან მარჯანიშვილს, თამარ ბეჟანიშვილს, მის ქმარს, დავით გელაშვილს. ეს უნდა არ შეიძლება საქართველოს სახელით გამოდიოდნენ მეტადონით გაბრუებული და ფსიქოტროპულით გაბრუებულები. ვთხოვ საქართველოს პარლამენტს და მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მივმართავ ევროპას, მივმართავ გაეროს, მივმართავ სტრასბურგს, მივმართავ ყველა მოსახლეობას. ჩემი ყოველი სიტყვა გადამოწმდეს, მე თუ ვცდები, მე თუ არასწორი ინფორმაცია მაქვს, მომიტანეთ ექსპერტიზის დასკვნა და მოვიხდი ბოდიშ და გთხოვთ, ჩემი დისკრიმინაციის ფაქტები გამოძიებული იქნას და მე ადვოკატთა ასოციაციის წევრი 20 წლის სტაჟით, როდესაც ასეთი ფარფატინა ფურცელი მსვამენ ციხეში და მაწამებენ და მეუნევიან რომ დანაშაული აღიარა, მე რომ ამნაირ რაღაცას გამიკეთებენ, ხო? ის სახელმწიფოს მე აღარ ჩავთვალე და გამოვიქეცი. მივმართავ და 2 შაბათამდე ვაძლევ საქართველოს პარლამენტს, თავმჯდომარეს, თეატრულუკიანს, პაპუაშვილს, ვადას. დაიწყოს გამოძიება ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ სხვა უფრო მძიმე სასტიკ ფორმებს. გამოაშკარავებ პარლამენტის ყოველ წევრს, ყოველ დანაშაულზე და მე საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს. საცხოვრობს, როგორ ცხოვრობს, უნდა გაჩერდეს და თუ უნდა ხმა ამოიღოს. ღმერთმა დაგლოცოთ, კარგად ბრძანდებოდეთ, ყოველივე კარგს გისურვებთ ჩემო ქართველებო. მიყვარხართ, მენატრებით და რო იცოდეთ. მთლიანი საფრანგეთი, თავისი ლუვრებით და თავისი ეიფელის კოშკებით რომ მაჩუქონ, საქართველოში 400-500 კვადრატული და პატარა ფაცხა მირჩევნია. მე არ თანამდებობებს არ ვითხოვ, არც ადვოკატობას აღარ ვითხოვ, პენსიაში ვარ უკვე 46 წლის ვარ, მე მინდა წყნარი ცხოვრება. ჩემი წყნარი ცხოვრება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებული იქნება და ჩამოთვლილი პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემული. კარგად ბრძანდებოდეთ და გთხოვთ, კარგად დაფიქრდეთ. მე საქართველოს მტერი არა ვარ. მე ვარ მშვიდობის მოყვარული. თქვენი მორჩილი, მონა მორჩილი ირაკლი ზაქარიაძე.